უნდა ვაცალოთ პოლიციას მუშაობა, რომ არ გაიგოს იმ დამყაჩაღებელმა, რას აპირებს პოლიცია. დაიწყო პოლიცია მუშაობა, აი თქვათ 12 საათზე, ხო? აი წარმოიდგინეთ თქვენ 12 საათზე მუშაობა დაიწყო და ღამის 11 საათზე ის ადამიანები ყველა იყო დაკავებული სხვადასხვა ქალაქებში. თქვენ წარმოიდგინეთ მე გელა ბარკალაიას აი რა არ ვინახია, ხო? და ესეთი პოლიციის მუშაობა მე ჯერ ნანახი არ მაქვს. მე ამერიკულ ფილმებში მეგონა თავი რო შევხედე ამ ახალგაზრდა ბიჭების მუშაობას. მოკლედ გაოგნებული ვიყავი და ჩემ თვალს ვერ უჯერებდი რომ თუ რას აკეთებდნენ ესენი. და ესე მითხრეს რომ ჩვენ ამ საქმეს გავხსნით. ვინაიდან დაზარალებული იყო ძალიან ეს დაზარალებული ეს ადამიანი ვინ ჩვენთან ცხოვრობდა ძალიან მაგარი ნაცემი იყო. პოლიციამ იმუშავა ისე როგორც ალბათ ამერიკულ ფილმებში მაქვს ნანახი. მე მინდა შინაგან საქმეთა მინისტრ, აი ეს არის პროფესია. საქართველოს აი ამ ბოლო 10, 15, 20 წლის განმავლობაში მინისტრი როგორც ასეთი ჩეკისტი ნამდვილი პოლიციელი, ხო, პოლიციელის ოჯახიდან არ ყოლია. და როცა გეკა გელაძე რო დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა ქვეყნისთვის და თქვენ ხედავთ, რომ ყოველ დღე რამდენ ნარკომანებს იჭერენ და რამდენი წამალია ამოღებული. ეს არის ბატონი გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ეს ადამიანი არის ნამდვილი ჩეკისტი, ნამდვილი პოლიციელი და პროფესიონალი თავისი საქმის და მე მას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ესეთი ორგანიზებისთვის და აი ვერც კი წარმომედგინა თუ საქართველოში პოლიცია ესე იმუშავებდა. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ცხეთამთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროს ბატონ თეიმურაზ კალანდაძეს, რომელიც ერთი წუთი მას არ დაუსვენია, სანამ ეს საქმე არ გაიხსნა. მე იქ იყო, მე წამოვედი და მე საღამოს რომ მივაკითხე, ეს პიროვნებები ყველა იქ იყვნენ. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საგურამოს პოლიციის უფროს ბატონ ირაკლი გაბუნიას. ირაკლი გაბუნია იმ წამიდან იქ იყო და სანამ არ დამთავრდა ეს საქმე არ მოშორებია